როგორ ხართ ჩემო მეგობრებო, მოგესალმებით, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მადლიერებით და პატივისცემით და რა თქმა უნდა განსაკუთრებული სალამი და მადლობა ჩემი არხის გამომწერებს. ადამიანებს, რომლებიც არიშურებთ რეაქციებს და ენერგიების უკან დაბრუნებას, თუნდაც ელემენტარული ლაიქით და კომენტარით, რომელიც არ სჭირდება, თორე ჩემთვის ახლა ამას არსებითი მნიშვნელობა სწორად გამიგეთ ნამდვილად არ აქვს. და დღევანდელ თემას რაც შეეხება. საბედისწერო ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. და ვნახოთ ვინ არის ეს ადამიანი. პირველი, მეორე ვარიანტი და დავწყოთ. როგორ ჩქარობს ვიღაცა. ვისთვის არის გაშლა? ხო, რა გითხრათ მეგობრებო, სავარაუდოდ გაცილებული ადამიანი მიყურებს. თუ გაცილებული არ მიყურებთ, ფორმიანი ადამიანები მაინც აუცილებლად იქნებით, დიდი რაოდენობა. ფორმა უამრავ პროფესიას ნიშნავს და ახლა ამაზე არ განვავრცობ დიდად საუბარს და არ შემიძლია რომ არ ვთქვა ესეც მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად თვითონ თქვენთაგანს ძალიან გაფასებთ და პატივს გცემთ და დარწმუნებულიც ვარ, რომ ძალიან სუფთა ენერგიების მაყურებელი მყავს, აქ მაინც მოდის პატარ-პატარა ეშმაკობების მომენტები, პატარ-პატარა არ ვიცი, როგორი იცით, ცოტა მოთაღლითო ენერგიები, ცოტა დიპლომატიაში შეფარული აფერისტობა, დიპლომატია რა თქმა უნდა ძალიან საჭირო და აუცილებელია, მაგრამ აქ ცოტა ისეთი ენერგიებიც რომ მოდის, მაპატიეთ, მაგრამ ისეთი ენერგიებიც მოდის საკუთარი ინტერესების გამო, ბევრ რამეზეც რომ წავა ადამიანი არ ვიცი, რაღაც პროცენტი ნამდვილად შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ასეთი კატეგორიის ადამიანებიც მიყურებთ. კარგით. ეს გავიგეთ, ვისთვის არის გაშლა, თუ რომელიმე მათგანში მოიაზრებთ თქვენ თავს, მაშინ განაგრძეთ ყურება. ახლა ვნახოთ, ვინ არის ის ადამიანი, ვინც თქვენთვის საბედისწეროა, მასთან რა გაკავშირებთ. თვითონ ახლა რა ენერგიებშია თქვენი მისამართით და მომავალი როგორი იქნება თქვენი და მისი. საბედისწერო აქვე უკაცრავად დავკონკრეტდები, რომ მე ვინმეს არ აერიოს, ეს არ ნიშნავს მაინც ბედს. ნახეთ, ბედია სხვა არის, ვინ არის თქვენი ბედი, მაგრამ საბედისწერო ადამიანი, რომელმაც შეიძლება თავდაყირა დაგაყენოთ, მე ბაი გითხრათ და წავიდეს, ოღონდ თქვენს ცხოვრებაში ისეთი ცვლილებები შემოიტანოს, რომ ის არა და რომ არა ეს ადამიანი თქვენ ან იმ მწვერვალებს ვერ მიაღწევდით და ან პირიქით უკაცრავად ფსკერს ვერასდროს იხილავდით, ამ თემაზეა საუბარი, ხო? მე დაბნეულება რომ არ გამოიწვიოს. ნახოთ ახლა ვინ არის ის ადამიანი. ოხო. არც მეტი არც ნაკლები პენტაკლების დედოფალი. მეგობრებო, დიდი ალბათობით ეს ადამიანი არის ოჯახიანი. ყოველ შემთხვევაში შვილები აუცილებლად ეყოლება. თუ ვთქვათ, ძალიან მცირე პროცენტზე გადათამაშდება ის, რომ უბრალოდ ძალიან შემდგარი ადამიანია, აქვს თავისი საქმე, თავისი პროფესია, საკმაოდ წარმატებული საკუთარი ბიზნესი, შეიძლება სოფლის მეურნეობასთან ძალიან აქტიურ კავშირში იყოს და ზოგადად ძალიან წონიანი პიროვნება იყოს რა თავის გარემოში. და ადამიანი, რომელიც არ ვიცი, როგორ გითხრათ, სტაბილურობას ყველაზე წინაყენებს და მისთვის უმთავრესი მაინც გვინდა არ გვინდა ფულის ენერგია, ხო რა, ფულზეა ბევრი რამე, მატერიალური სიკეთეების გარშემო ტრიალებს ბევრი რამე და ეს სულაც არ არის ცუდი. ახლა ვნახოთ, რა გაკავშირებთ ამ ადამიანთან, ხო? რა გაკავშირებთ? მეორე, კი არა და მესამე პოზიცია იყო ანუ რა ხდება თქვენ შორის, უпроსტად ის როგორ მისი ენერგიები თქვენი მისამართით, უკაცრავად ხო, მისი ენერგიები თქვენი მისამართით და მომავალი. თქვენ შორის რა ხდება ახლა? ახლა თქვენ შორის არ ვიცი, რაღაცა კონკურენცია, ჯიბრია. შესაძლოა უნდა დავაზუსტო, პაუზაზე ხართ და ჯიბრის გამო ერთმანეთს არ ეკონტაქტებით, თუ რა თქმა უნდა, აი სანამ ამოვიღებდი, მე გავაშღარე და ტარომაც დამიდასტურა. დიდი ალბათობით შეიძლება ახლა ბლოგშიც გყავთ ეს ადამიანი და საერთოდ კომუნიკაცია ნოლია. ხო, ანუ
არაფერი არ ხდება. ნულის ტოლფასია პრაქტიკულად. და თავდაცვით რეჟიმშიც ხართ გადასული, იქ არის შეიძლება პატარ-პატარა დაკვირვებებიც მიდიოდეს ერთმანეთის მიმართ, მაგრამ ნუ თხათხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოს აი ეს თემა. კიდე რა გაკავშირებთ ერთი არკანითაც უნდა ვნახოთ ცნობის მოყვარეობა ძალიან ხო 10-იანი პენტაკლები არ შეიძლება სამსახურებრივი თემა იყოს ან აი საქმიდან გამომდინარე რაღაცა კვეთა გქონდეთ ერთმანეთთან ან უბრალოდ ინტერესი იყოს თქვენი სტაბილურობა და მომხიბ ან მისთვის იყოს თქვენთვის იყოს მისი სტაბილურობა ხო მომხიბლელი ყოველ შემთხვევაში ემოციები არ არის კაცო ეს რა გადამიფრინდა როგორ არ არის ემოციები განადგურებული გაქვთ ოღონდ ემოციები თუ კი რამე შეგეძლოთ და როგორც შეგეძლოთ მაქსიმუმს მიაღწიეთ და მოიხერხეთ რომ ყველაფერი დაგემსხვრიათ, დაგენგრიათ და რაც დარჩა იმისი დანახვის აღარც სურვილი გაქვთ და აღარც უნარი. ოცნებობთ ერთმანეთზე, არ შეიძლება დისტანცია ცალსახად არის აქ, მანძილით შეიძლება გქონდეთ, არ გამოვრიცხავ. მაგრამ ემოციური ბმა ჯერჯერობით შენარჩუნებულია. აბა ის რა ენერგიებშია თქვენი მისამართით, ხო? ის ცოცხალითავით არ გასცემს თავის ასე ვთქვათ მდგომარეობას და სიტუაციას, თავის დამოკიდებულებებს, თავის ასე ვთქვათ გრძნობებს, არა. სულ რომ არ ვიცი, ღამეები არ ეძინოს, ის თქვენ ამას არ გაგაგებინებთ. ძალიან ბრძენი, ძალიან ინტუიციური ადამიანია, ადამიანი, რომელიც არა მარტო საკუთარ ენერგიებს მართავს, მზად არის რომ სხვისი სიტუაციები და ენერგიები აკონტროლოს და მართოს და ისე როგორც სიტყვიან, არ ვიცი, შორიდან ეცდება თქვენზე რეაგირებას ნახეთ. არ ვიცი, თავის ფიქრებით, თავისი ენერგეტიკული დარტყმებითაც, ოღონდ მე არ გულისხმობ, რომ ვიღაცასთან მივა და რაღაცებს გააკეთებს, არა. თავისი შეიძლება თვითონ ვერც იაზრებდეს რას აკეთებს, მაგრამ თავისი ფიქრით იმხელა რაღაც ასე ვთქვათ, ქმედებები გამოიწვიოს თქვენში ემოციურ, ფიზიოლოგიურ დონეზეც კი, არა მარტო ფსიქოლოგიურ დონეზე, რომ კარგით. სამომავლო ენერგიები რა იქნება? რა მხრივ არის ეს ადამიანი თქვენთვის აბედისწერო, ხო? თასების რაინდი, კაი. თასების რაინდი გავიგეთ. აბა კიდე გაჩვენე. თასების დედოფალი. მაგის არკანი წეღან მეჯდა დასტის ფოლოს ავჩეხე და ისევ მაგის არკანია და აგერ ჩემო კარგო ადამიანებო ესეც ასე ეს ნამდვილად გამოვიდა რომ საბედისწერო ადამიანიც არის და პარალელურად ბედიც არის თქვენი კიდევ ერთხელ ვამბობ ვისზე გადათამაშდება და როგორ ნამდვილად არ ვიცი მაგრამ ვიზეც რეზონირდება დამერწმუნეთ რომ ცოტა გრძელვადიანი პერიოდის მერე მარა დგება თქვენს ცხოვრებაში ძალიან სერიოზული ურთიერთობის ეტაპი ადამიანი რომელიც თანაც თქვენ საბოლოოდ გადაწყვეტილებას მიიღებთ ანის მიიღებს გადაწყვეტილებას და რომ იტყვიან აბსოლუტურ ჰარმონიასა და ბალანსში გადახვალთ ემოციურ ბალანსშიც მზრუნველობა თანადგომა ხელი ხელს ბანს ორივე ერთად პირს ხო აქ არ იქნება მარტო ემოციური ბმა ნახეთ შეიძლება საქმეც წამოიწყოთ ერთად ერთი ბიზნესი გააკეთოთ ან დაგეხმაროთ თქვენ რაღაც საქმის განვითარებაში ყოველ შემთხვევაში აქ ძალიან სწორ პოზიციას დაიკავებს ეს ადამიანი მამის არკანით და საბედისწერო ადამიანიდან კიდევ ერთხელ გამიმეორდები შესაძლოა თქვენი ბედიც კი მოვიდეს ამ ადამიანის სახით კარზე. მე ახლა აი ამას აი ასე დაჩეხვის დროს მაინც მეტნაკლებად რჩება ხოლმე არკანები ერთად. აი ასე და ასე. კიდე კარგადაც ავჩეხავ, მადლობა პირველ ვარიანტს და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი ვისთვის არის ეს გაშლა. ვნახოთ. აბა მანახებისთვის არის ეს გაშლა. ოხ აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ.
მეჩქარება, არაფრისთვის დრო არ მყოფნის, არ ვიცი, თან მაკიაჟს ვიკეთებ და თან ერთი ხელით ლობიოს ვურევ. ნუ ეხლა რა შედარება მოვიყვანე, ხო, სასწაულის აუცრება. არ ვიცი, თან ტრაპზე მიდგას ფეხი და თან სანამ კიდევ სადღაც რაღაცა ამ თვითმფრინავის მიმდებარედ ინტერნეტს ვპოულობ, რაღაცა ფაილს ვაგზავნი, ხო, სადღაც არ ვიცი, რაღაცა აუცილებელ ანუ გამოვალ აუცილებლობის თემას ვასრულებ, ხო? ეს სამსახური იქნება თუ პირადი, ალბათ უფრო სამსახურებრივს დაუკავშირდება, არ ვიცი. თან სარეცხს ვრეცხდა, თან აქეთ არ ვიცი, სერიალს არ ვტოვებ. ნუ აი მინიმუმ 1-5-4 საქმეს რომ აკეთებთ პარალელურად, სულ რო სადღაცა გარბი ხართ, დრო არაფრისთვის არ გკმარათ და მოკლედ თან რომ ყველაფერი გეჩქარებათ. არ ვიცი, აი ყველაფერი რომ გეჩქარებათ, სწრაფად, შეიძლება ვინმე სპორტსმენიც ან სპორტის სახეობის და თემაში დაკავებული ადამიანი მიყურებდეთ და მოკლედ ადამიანი თან რომელიც სულ წარმატებაზეა ორიენტირებული. წარმატება, ისეთი ცეცხლოვანი ენერგიები, მოკლედ ჩემია ცადა ქვეყანა. ვაი, რა გადამიფრინდა. ვნახოთ ახლა, რატო მოვატრიალე, არ ვიცი. მოდი ავჩეხავ ხო, იმიტომ რომ რაღაცა ისიქით გადაფრინდა, ეს აქეთ ამოვატრიალე და აი ასე გავაკეთოთ, რომ მაინც თუ ამოსასვლელია, ხო იცით რომ მაინც ესე იცის და რომ იგივე არკანი დაჯდება. კარგით, ვნახოთ ახლა ვინ არის ის ადამიანი, ვინც თქვენთვის საბედის წეროა. თქვენ შორის რა ხდება, ხო, რა აკავშირებს თქვენთან, მისი ენერგიები თქვენი მისამართით და მომავლის ენერგიები. ნახოთ ახლა ვინ არის ეს ადამიანი. ძალიან მზრუნველი, ძალიან თბილი, აი თვითონ სიყვარული რომ არის. ხო, ადამიანს რომელსაც სიყვარულის გარშე არ შეუული ადამიანს, რომელიც სულ ილტვის სხვა ადამიანის გახარებისკენ, უყვარს საჩუქრები, სხვა შორის უყვარს დამცველის პოზიციაში მოვლინებად, საკმაოდ ენაწყლიანი, საკმაოდ ისეთი, აი მის გვერდით მოკლედ თავს დაცულად, მშვიდად და თან იუმორის გრძნობაც რომ აქვს და ძალიან ისეთი არ ვიცი, მომღეროდეს კიდეც ცეკვავდეს კიდეც რაღაც აი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანის იყოს ან კაი ენერგიები მოდის. რა აკავშირებს თქვენთან, ანუ რა ხო, თესების დედოფალი. არ ვიცი, ეს ადამიანი შესაძლოა დედის ხაზით, დედის მხრიდან იცნობდეთ, ან აი დედის სანაცნობოდან იყოს, ან დედის დედულეთიდან თქვათ, ან აი რაღაცა როგორ იცი, სიყვარული აკავშირებს, ახლა ვიღაცამ შეიძლება ესე გაშიფროს, მაგრამ არა, მარტო ამას არ ვიტყოდი, მე აქ ცოტა ისეთი ენერგიებიც მომდის, რომ ვიღაც ქალი ახლობელი ქალის მხრიდან უნდა იყოს რაღაცა ეს კონტაქტი, ესა და აი ეს სხვათა შორის წეღან გადამიფრინდა და ისევ მაგიდაზე დაჯდა. ნახეთ, ზუსტად ამ პოზიციაზე უნდა დამედოთ, არ დაივიწყოთ და აკვირდით, გადაფრინდა. ამის გამო ზუსტად ის პენტაკლების დედოფალიც ავიღე, რომ ნუ ეხა ისეთი არკანი იყო და ჩავთვალე, რომ მე გადამიფრინდა, მაგრამ არა, ხო გეუბნებით, აგერ ამოვიღე და ისევ მაგიდაზე დევს და გამიფრჭა განწყობა. კი ბატონო. აჰა. მაშინ მოდით, არა, სურათი შეიცვალა. სურათი შეიცვალა დაზუსტების მერე. ახლა დააკვირდით, მეგობრებო. მე არ გამოვრიცხავ ამ ადამიანს ზუსტადაც არ ვიცი, ვიღაცა თქვენი ახლობელი ქალის მხრიდან გაიცანით ეს ადამიანი, რომელთანაც სამსახურებრივი კავშირი ქონდა, დააკვირდით, რას ვიტყვი, ქონდა რაღაცა თავისი ძალიან სერიოზული კრიზისი, ამ ადამიანმა შეიძლება ხელიც გაუმართა და დაეხმარა, ან ნახეთ, საჯაროა გაშლოთ და უნდა გავახმოვანო. თქვენ დაეხმარეთ. აი ეს ადამიანი თქვენ ხართ, მე რა მამაკაცი იქნებით თუ ქალი გადათამაშეთ თქვენს თავზე, თქვენ გაუწიეთ დახმარების ხელი, გაღატაკებული, გაბომჟებულმა შემოგაფარათ თავი და მე ესე უკაცრავად გაიპარა, როგორც კი რაღაცა ცოტა სტაბილურობა ნახა. მაგრამ ეს რომ ეგეთ ადამიანს არ გავდა სიგნიფიკაციაში, ეგ როგორ გავიგოთ, აბა მითხარი? ეგ როგორ გავიგოთ? რა საინტერესოა. ოჰო. არა, მეგობრებო, აბსოლუტურად თავდაყირად ამიდგა ეხლა ყველაფერი. ნახეთ. პირიქით, ეხლა მივხვდი რა ხდება. ამ ადამიანს თქვენამდე ქონდა ძალიან სერიოზული ურთიერთობა ვიღაცას ქალთან. ის რაც გავაჟღერი, ის რაღაცა პროცესი აუცილებლად გაჟღერდება, იმიტომ რომ ჰაერზე არ მომდის ხოლმე ინფორმაცია, მაგრამ ძირითადზე მაინც გადათამაშდება ასე, რომ ამ ადამიანმა
ვიღაც ქალთან დაასრულა ურთიერთობა, უბრალოდ ეს ქალი წავიდა მისგან, მოდით ასე ვიტყოდი. შეიძლება ამ ადამიანს სერიოზული ფინანსური ზიანიც მიაყენა, გამოიყენა, მოდით არ მიყვარს ამ სიტყვის ხმარება, მაგრამ ნუ ასია. ეს ადამიანი ძალიან მძიმე ენერგეტიკულ მდგომარეობაში და ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდო, მაგრამ ამ ადამიანს ძალიან სწორად გაიარა ტრანსფორმაციის პერიოდი. სხვათა შორის არ უღალატა თავის პრინციპებს, თავის მორალს, ღმერთის მფარველობაც ჰქონდა და მიუხედავად აი ამ თავისი ბარიერებისა, თავისი ძალიან შექმნილი თუ რეალური, ასე ვთქვათ, მოდი ხო, რაღაცა ბარიერებისგან თავი დააღწია, ახალი შესაძლებლობები გაუჩნდა და რომ იტყვიან ერთი ციკლის მერე ხელახლა დაიბადა და ამისი შემოქმედი ვინ არის მანახე ეს რა კონტექსტში გიკავშირდებათ თქვენ? ეს რა კონტექსტში გიკავშირდებათ თქვენ? თქვენ დაიცავით ეს ადამიანი? აი, კაცო. რა საინტერესო. აუ, მეგობრებო. აქ თუ ეხა ჩემი კოლეგები მიყურებთ მე, სავარაუდოდ ამ ადამიანმა თქვენ მოგმართათ, ამ ადამიანმა, ქალია თუ კაცი ამას მნიშვნელობა არ აქვს და თქვენ აი აქედან დაიწყო თქვენი ურთიერთობა ამ ადამიანთან. ამ კონკრეტულ პიროვნებასთან რა საინტერესო. ან მეორე ვარიანტი. რაღაცა კონტექსტში აი ეს ეზოთერიკის თემა მომდის რა, ის ქალიც არ მგონია, აი რაღაცა ამ ქალიდან გამომდინარე მგონია რომ თქვენ გაიცანით ერთმანეთი ან ერთ ადამიანთან მოყევთ. აუ ძალიან არეული ამბავი აქ, რა ცუდია რომ საჯაროა გაშლა და არ შემილია რომ აქ კონკრეტულ თემებზე წავიდე. ან თქვენმა ძალიან ძალიან არ მიყვარს ან რას ნიშნავს ახლა უკაცრავად მართლა უმკითხაობთ თუ რა შვევით, მაგრამ ნუ ისეთი სურათი იშლება რომ აქ ძალიან ბევრი ენერგია მოდის და იქიდან გამომდინარე რომ საჯაროა მე კონკრეტულზე ვერ ვიქნები. აქ ძალიან დიდ მოდით აი ამ ვერსიას გავაჟღერებ სწორად რა, ზუსტად რომ არ დაიბნეთ დიდ რაოდენობაზე ესე ასე ვთქვათ გადათამაშდება. ნახეთ დააკვირდით, აქ იყო იმედგაცრუება, ძალიან სერიოზული ფინანსური კრახი, რის შემდეგაც, არ ვიცი, შეიძლება სამსახურში გაიცანით, შეიძლება რაღაც სამსახურებრივ საქმეზე, იმიტომ რომ პენტაკლები ძალიან დიდი რაოდენობით მოდის და თქვენ შეიძლება ხელიც გაუმართეთ ან დაეხმარეთ. აქედან ეს ადამიანი ფეხზე დადგა და ან თქვენმა სიბრძნემ და თქვენმა გამჭრია ხობამ ეს ადამიანი ჯერთი რომ ფეხზე დააყენა, ხელახლა დაბადა და მეორე რომ თქვენი ენერგიების დაფასების ასე ვთქვათ წინაპირობა გახდა ეს თქვენი დახმარება, ხო? მაგრამ მეორეა რომ არ ვიცი, შესაძლოა თქვენ უბიძგეთ რომ მოდი რა, აბა მიდი ვინმესთან რა გჭირს და რაღაცა თქვენი ყავით ერთ-ერთი მოქმედი პირი იმაში, რომ ამ ადამიანს აი ამ რაღაცა ენერგეტიკულ გასუფთავებაში დახმარებოდით. აქ ესეთი ემოციები უფრო მეტია და აქედან გამომდინარე ამ ადამიანმა ეს ყველაფერი დაინახა, დააფასა სხვათა შორის. კი, სამშაბათს არკანით, აი ურთულესი რაღაცები გადაიარეთ ამ ყველაფრიდან და გამოვიდა ეს ადამიანი, გამოვიდა ბოლომდე, კი. გამოვიდა და ეხაც გამოდის და გრძელდება ეს პროცესი. კარგით, თვითონ რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით? თვითონ ძალიან ისეთი დადებით ადამიანად გხედავთ, თვითონ გხედავთ, რომ თქვენთან ეს ადამიანი კარგად გრძნობს, მშვიდად არის, კიდე როგორ ადამიანად გხედავთ, ხო. ძალიან ჭკვიან ქარიზმატულ, აი საოცრად მიმზიდველ ადამიანად, რომელსაც აი ცეცხლი და არ ვიცი რა, სადაც მიხვალთ თქვენს კვალს რომ ტოვებთ და რომ იცის რომ თქვენს გვერდით მას არასდროს არ გაუჭირთ
გამიჭირდება, რა მაგარი ენერგიები მოდის. აქ ძალიან ისეთი, აი, მძიმე წარსული რო გამოიარა ადამიანმა, ბევრი რამე რომ ნახა და უკვე ყველაფერს რომ თავისი სახელი დაარქვა და აი ზუსტად რო იცნო სწორი ენერგია, აი აქ ეს მომენტი მომდის. კარგით, მომავალი მითხარით და რა კარგია, როგორ მეშინა და მომავლის არკანის გახსნის, მეგობრებო, რომ არ გავაფუჭოთ ხო მთელი ეს ფაზლი, რაც გამეშალა აქ და მომავლის ენერგიები არის კვერთხების რაინდი. ანუ თქვენი ურთიერთობა ძალიან ისეთ ცეცხლოვან, ძალიან აი იცით როგორ ენერგიებში გადავა, როცა ყველაფერი იზრდება, ხო წინ მიდის და არ გამოვრიცხავ აქაც დიახ პირველი ვარიანტის მსგავსად. რა საინტერესოა და ეს რა არის ჯაიკიკი სამართლიანობის არკანით, ძალის არკანით თქვენს ცხოვრებაში. აი ვუყურებ ახლა უბრალოდ არკანებს კიდე ავჩეხოთ, მოდი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. ვაი, უკაცრავად გადმოვარდა, რამდენჯერმე ავჩეხოთ. კიდევ არკანები და აქ ძალიან ისეთი ფაზლი გაიშალა, რომ პირველი ვარიანტის მსგავსად შეიძლება საბედისწერო ადამიანი დიახაც ბედიც აღმოჩნდეს თქვენი. და ვნახოთ აბა კიდევ ერთი არკანით, ხო, პენტაკლების დედოფალი. აქ ისე დასტაბილურდეს საქმე, რომ მოკლედ ძალიან სერიოზულ ურთიერთობებში გადაიზარდოს და აქ პრინციპში ასეთი პირი უჩანს კიდეც ამ ყველაფერს. მშვენიერი გაშლა გამოვიდა, რა დაგიმალავდა, მე ძალიან მომეწონა. ოღონდ იქ ისეთი ჩახლართული ამბავი იყო, მეგობრებო, რომ აი ძალიან დამაინტერესა ნეტა ვისზე რეზონირდება, რომ აი ეს გამაგებინა ზუსტად რომელი ვერსია იყო, რაც მე გავაჟღერე. ასე რომ არ ვიცი, ალბათ დამიწერთ კომენტარებში, მე კი დაგემშვიდობებით, წარმატებულ დღეს გისურვებთ. კარგად ბრძანდებათ.